საკონკურსო პროგრამებს დასაქმების ხელშეწყობა და დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამებისა და სერვისების სააგენტო მესამე წელია ახორციელებს. პროგრამების მიზანია აფხაზეთიდან დევნილი პირების ეკონომიკური და სამეწარმეო, მათ შორის აგრარული მიმართულებით საქმიანობის წამოწყების ან განვითარება გაძლიერების ხელშეწყობა. წელს პროგრამა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონიდან დაიწყო და თბილისში გაგრძელდა. დევნილთა ეკონომიკური მხარდაჭერა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში ჩვენ დღეს აფხაზეთიდან დევნილ 53 ბენეფიციარს გადავეცით სასოფლო-სამეურნეო და აგრარული დანიშნულების აქტივები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული ეს მცირედი დახმარება დევნილებისათვის იქნება ეკონომიკური სარგებლის მომტანი. რაც შეეხება ჩვენს სამინისტროს, ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ დევნილთა მხარდაჭერას. მთელი საქართველოს მასშტაბით აფხაზეთიდან დევნილი 43 აპლიკანტი გამოვლინდა, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საჭირო ინვენტარი და ტექნიკა დანადგარები გადასცეს. გამარჯვებული ბენეფიციარების დაჯილდოების ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეც ესწრებოდა. ამ პროგრამის განხორციელება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. პროგრამა დაიწყო მოქმედება 3 წლის წინ, მიიღო პროგრამული ხასიათი, მიიღო ყოველწლიური ხასიათი და ამ პროგრამებში არის გაერთიანებული ძალიან ბევრი ჩვენი მცირე მეწარმე და ჩვენი საზოგადოების ძალიან ბევრი წევრი. მე მინდა უსურვო წარმატება ყველა იმ ბენეფიციარს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ეტაპზე პროგრამაში და ასევე გაუზიარო ჩვენი ყოველგვარი მხარდაჭერა შემდგომშიც. ნინო ხუფაცარიამ პროგრამა დასაქმების ხელშეწყობის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო, რომელსაც საკონდიტრო სკოლაში ერთთვიანი სწავლების კურსის შემდგომი დასაქმების პერსპექტივით დაუფინანსეს. პროექტი დავწერე, რომ მინდოდა საკონდიტრო საქმიანობის შესწავლა და შემდეგ ჩემი ბიზნესი განავითარო და გავხსნა საკონდიტრო. კურსის ამ პროგრამაში შედიოდა სწავლის დაფინანსება და შემდეგ შესაბამისი ინვენტარის გადმოცემა. პროექტის სამიზნე ჯგუფი აფხაზეთიდან დევნილი და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები არიან. კონკურსი ყოველწლიურად მარტის თვეში ცხადდება და ბენეფიციარებს 1 თვის და 10 დღის განმავლობაში შესაძლებლობა აქვთ განაცხადის შემოტანის, რომელსაც შემდგომი სპეციალურად შექმნილი კომისია განიხილავს. წელს იყო სულ შემოსული 180 განაცხადი და დაკმაყოფილდა 53 ბენეფიციარი. აქედან 17 დასავლეთ საქართველოში და იქ კიდე შედიოდა 4 ოკუპირებული ტერიტორიიდან და 26 აღმოსავლეთ საქართველოდან. ზუგდიდში ჩატარდა 26 ივლისს ანალოგიური ღონისძიება. დღეს ჩატარდა გამარჯვებული ბენეფიციარების აღმოსავლეთ საქართველოში. მთავარი კრიტერიუმი განაცხადში მოთხოვნილი აქტივების გამოყენების სწორად დასაბუთებაა. ბენეფიციარსა და სამინისტროს შორის ფორმდება ხელშეკრულება. ასევე მიღება ჩაბარების აქტი, სადაც დაფიქსირებულია მიღებულ აქტივებზე მონიტორინგის ჩატარება წელიწადში 2-ჯერ. ის თუ რამდენად მიზნობრივად იყენებს ბენეფიციარი მიღებულ აქტივებს. მივიღე ამ პროექტით, სოფლის მეურნეობის ესეთი პროექტით, ასეთი მივიღე მოტობლოკი, რომელსაც გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაში და მივიღე აგრეთვე საკერავი მანქანა, რომელსაც გამოვიყენებთ ჩემს ხელოვნებაში. პროგრამაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. საკონკურსო პროგრამები დასაქმების ხელშეწყობა და დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება 2024 წელსაც გაგრძელდება და განცხადების მიღება 2024 წლის მარტიდან დაიწყება.